კარგი პროექტია, როგორც ცნობილია, წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს გაქრისტიანების 1700 წლისთავს და ამასთან დაკავშირებით აი სახვითი ხელოვნება ამ ქრისტიანობასთან ძალიან თავიდანვე იყო შერწყმული, ერთი იყო ეს და აი ზოგად ქრისტიანული და ქართული ხელოვნების შესახებ რამოდენიმე სიტყვას მოგახსენებთ. აი ეს ხატი არის ღვთისმშობლის ხატი ადვოკატა, რომელიც არის ღვთისმშობლის სიცოცხლეში დახატული. როდესაც ცოცხალი იყო ღვთისმშობელი ლუკა მახარებელმა დაწერა ეს ხატი. მაგას ძალიან დიდი ისტორია აქვს, როდესაც მიიცვალა ღვთისმშობელი მერე იოანე ღვთისმეტყველს ეფესოში თავისთან ჰქონდა დაბრძანებული ეს ხატი და მერე ბიზანტია რაღაც იმოგზაურა, ბევრი ომები იყო, ჯვაროსნული ლაშქრობები და ამჟამად ეს ხატი არის რომში ერთ-ერთ დედათა მონასტერში. ეს ხატი არის შესრულებული ენკაუსტიკის ტექნიკით. აი ქალბატონმა ნინომ რო თქვა, რომ აი ფერებიო, აი რაღაც განსაკუთრებული ფერები არისო. ხაწერაში ბუნებრივი მინერალებით, ბუნებრივი ქანებით კეთდება საღებავი, რომელსაც აქვს უფრო მეტი გამძლეობა და უფრო მეტი ეფექტი. ეფექტი რაში გამოიხატება? როდესაც აქედან თეთრი სხივი ხვდება იმ ბუნებრივ მინერალსა, ის ლაჟვარდი, ლაზურიტია თუ სინგური თუ სხვადასხვა მალახიტი, იქ ხდება სპექტრალური გარდატეხვა და უკან ბრუნდება, თქვა თუ ლურჯი ფერია, ლურჯი ფერი ბრუნდება, თუ მწვანეა მწვანე და აი შინაგანი ნათება აქვს ამ ფერებს. ძალიან ბევრი ხატი არსებობს, 100-მდე ხატი არსებობს ლუკა მახარებლის დახატული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე პირველი საუკუნის ენკაუსტიკის საღებავები კიდე იყო, სანთლის საღებავები, სანთელში ერეოდა ეს ფერები და აი ძველად გემები რო იყო, გალერები, წირო პორტრეტი იყო, ის პორტრეტი ამით იხატებოდა, რომ ზღვის წყალს და მზეს და ყველაფერს უძლებდა და აი ესეთი გამძლეობა აქვს ამ და ძალიან სასიამოვნოა ამ ტექნიკაში მუშაობა. შემდეგ ლუკა მახარებლის შემდეგ ცნობილია, რომ კონსტანტინე დიდის ეპოქამდე ძალიან ბევრი დევნა განიცადა ქრისტიანობამ და ქრისტიანული გამოსახულებები იხატებოდა უკვე ალეგორიული სახით. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, რომ პირდაპირ არ გაეგოთ და არ შეეპყრათ ეს ქრისტიანები და დამალული, დაფარული სახით გამოისახებოდა. ეს არის ასეთი ყველაზე ცნობილი ესეთი ადგილი, სადაც ეს ალეგორიულად გამოისახებოდა, რაღაც წირვა-ლოცვა ტარდებოდა, ეს არის რომის კატაკომბები. აი ეს ფრესკები, ეს არის მაგალითად არის მწყემსი კეთილი. აი ეს მწყემსი განასახიერებს ქრისტეს და ეს ცხოვრები მართალ ადამიანებს და ესეთი სიმბოლური ენებით გამოისახებოდა ეს გამოსახულებები. აი ეს ერთ-ერთი ცნობილი კატაკომბია რომის ცენტრში არის, ქვემოთ 20-25 მეტრის ქვემოთ არის, ზემოთ ვერავინ ვერაფერს ვერ გებულობს და ქვემოთ აქ მსახურებები ტარდებოდა და აი ესეთი გამოსახულებებით იხატებოდა ეს იმ პერიოდში. 313 წელს როგორც ცნობილია მილანის ედიქტი იყო, როდესაც კონსტანტინემ გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა. აი ეს არის კონსტანტინე დიდის ბიუსტი იმის სიცოცხლეში შექმნილი. შემდეგ უკვე ხაწერაში მას წვერით სახავენ, მაგრამ აი ეს კონსტანტინე დიდის შემდეგ უკვე ტარდებოდა საეკლესიო კრებები, 7 მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა და უკვე ღვთისმშობელი, მაცხოვარი და წმინდანები უკვე 325 წლის მერე, როდესაც ჩატარდა ნიკეას პირველი მსოფლიო კრება, იმის მერე ისახებოდა უკვე ისეთი სახით, როგორც იყო. აი ეს არის აია სოფიოს ცნობილი მოზაიკა, ვედრება, დეისუსი. ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის მერე მუზეუმად იქცა ეს ტაძარი და ჩემი ხელოვნებაცოდნეობის მასწავლებელი ინსტიტუტში მეუბნეოდა, რომ გაიხსნაო, აი ეს ქვებიო აკალდებოდაო, პატარა ცოტა
შეამჩნიეს რომ სულ აკლდებოდა ყოველ საღამოს რაღაცა რაოდენობა აკლდებოდა მე ჩაუსაფრდნენ და იქ თურქი დარაჯი იყო თურმე რომელიც ამას გლიჯობდა და მე ყიდდა როგორც სუვენირებს აი ეს ცნობილი მოზაიკა მოზაიკური ხელოვნება აი ეს ხატი კიდე მაგალითად ეს არის სინასტის მაცხოვარი ცნობილი ხატია ყველას თქმის ყველა მიცით ამ ხატის შესახებ 7 ხატი დაახატინან იუსტინიანის დიდმა ენკაუსტიკური ხატები ესეც სანთლის საღებავებით არის შესრულებული და ძალიან მისტიური და ძალიან შთამბეჭდავი ხატია ეხლა თუ დააკვირდებით ამ ხატს მარცხენა მხარე უფრო მკაცრია სახე წარბი და თვალი უფრო მკაცრია ვიდრე მარჯვენა მხარე უფრო მობიერი ეს ის ამაში არის ქრისტიანული სწავლება გამოხატული რომ მარჯვნივ ცხოვარნი იქნებიან მარცხნივ თიკანი როგორც როცა სამჯავრო იქნება და ეს ხატიც ამის შემდეგ ქრისტიანობამ განიცადა კიდე ერთი დიდი დევნა მე-19 საუკუნეებში იყო ხატყურძელობის მწვალებლობა. სხვათაშორის ძალიან ცნობილია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში ხატყურძელობის მწვალებლობა ფეხი ვერ მოიკიდა და არ ყოფილა და ამის აღსანიშნავია ისიც, რომ იოანე გუთელ ეპისკოპოსი საქართველოში იკურთხა ეპისკოპოსად მცხეთაში იმის გამო, რომ სხვაგან იქ ხატყურძელობის მწვალებლობა ძვინვარებდა. ბევრი უძველესი ხატი, ძალიან ბევრი უძველესი ხატი განადგურდა. და ჯერ ესე დაიწყეს ეს ხატყურძელობის ერესი, რომ ეს ხატები რო ემთხვევიან, არ შეიძლება ზემოთ უნდა დაკიდოთო, მე ზემოდან საერთოდ ანადგურებდნენ და ცნობილი ივერიის ღვთისმშობლის ხატიც, რომ ლახვარი რო ცემული და რო სისხლი რო გადმოდის, იმ პერიოდის ის არის. და აი აქ გამოსახულია ეს არის დედოფალი თეოდორა, სხვათაშორის გუშინ იყო მისი ხსენება და ეს მისი შვილი იმპერატორი მიხეილი, რომლის რეგენტიც იყო დედოფალი თეოდორა, ამას საბოლოოდ აქ ტარასი კონსტანტინოპოლელი და წმინდა მამები, რომლებმაც მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე შეაჩვენეს ხატყურძელობის ერესი და ყველა მწვალებლობა და ყველა ერესი. და აი ამ დედოფალი თეოდორას წყალობით ეს ხელოვნება, ეს სახვითი ხელოვნება ისევ დაუბრუნდა ეკლესიის სივრცეს. ამის შემდეგ შეიძლება ზოგადად ქრისტიანული იმას შეიძლება ითქვას, რომ აი როდესაც სხვადასხვა იმპერატორები რო იყვნენ, იმ იმპერატორების სახელი ერქვა იმ სტილს. მაგალითად იყო მაკედონიური სკოლა, ბასილი მაკედონიელი იყო ცნობილი იმპერატორი, მაგათი გვარი მეფობდა 2 თუ 3 საუკუნე, მერე იყო პალეოლოგთა ხანა, პალეოლოგიური სტილი, აი მაგალითად ისე რა ქვია, უბისას ეკლესია აი პალეოლოგურ სტილში არის შესრულებული. ეხლა გადავიდეთ ჩვენს ქართულ ხელოვნებაზე. ყველამ კარგად იცით ატენის სიონი ჩვენი ცნობილი ეკლესია. ჩვენი ხელოვნება დიდი აი ნაკლებად გამოიყენა, ამ ბოლო დროს შემოვიდა, მაგრამ ოქროთი და აი გაბჭყვალებული ნაკლებად იყო, სადა ხელოვნება იყო, აი მაგალითად აქ აწერია მოგუნი მეფენი, ეს შობის სცენა არის ატენის სიონის ფრესკებიდან და აი აქ გამოსახულია იოსები შობის სცენაში რაღაც ერთი მომენტი იყო, სანამ მაცხოვარი იშვებოდა, რომ მთელი სამყარო გაირინდა. ეხლა აქ რაღაც ხელოვნური ინტელექტზე და იმაზეც ლაპარაკობ არის პროექტები და რაღაც. აი სანამ ქრისტე იშვებოდა, რამოდენიმე გაჩერდა დრო. და აი ამის მოძრაობა, იოსების მოძრაობა, აქ თუ კარგად დააკვირდებით, ზუსტად ზემოთ ჭვრიტავს ზეცას და ელოდება აი გარინდულია და გაჩერებულია დრო. და ძალიან ბევრსაც აი შობის წინ თუ კარგად დააკვირდებით, აი რაღაც საათებში, რაღაც იქ მომენტი ყოველი შობის წინ მე ყოველთვის გზნობ, რომ რაღაცა აი ჩერდება, ყველაფერი ელოდება მაცხოვრის შობას. სიზმარი ისე ცნობილი ფრესკა ატენის სიონის ძალიან მარტივად არის შესრულებული, ვისაც ხატრობა გაინტერესებდა ხატავთ. აი ეს ძალიან ადვილია. ერთი ფენა ედება, აი ეს შუალედური მწვანე, მერე კონტურებით მუქდება და მერე ღია ფერებით ამოყვანილი. და რაც უფრო ზემოთ არის ფრესკა,
ძალიან ბევრი მუშაობა და წვალება არ უნდა, ძალიან მარტივადაც რო დახატოთ, ის უკვე რო 10-15-20 მეტრზე როა, ის სიმარტივეში უფრო ეფექტურია ვიდრე ნაწვალები და აი ეს ფრესკა ზუსტად მე ხარაჩოზის ნამყოფი ვარ, აქ როცა რესტავრაცია კეთდებოდა, ეს ძალიან მარტივად და სადაც არის დახატული. აი ეს ცნობილი ხარების სცენა ატენის სიონის, აი დააკვირდით, თავი რამხელა და ხელი რამხელა, აი ამას დააკვირდით. რომ აი რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაქვს, რაღაც ძალიან დიდი მნიშვნელოვანი და ამიტომ აი ეს ხელი არის გადიდებული, თითქოს უფრო ახლოს მოტანილი, რომ მოდის დიდი უწყება, რომ უნდა იშვას სოფლის მაცხოვარი. ამის შემდეგ კიდე 3 ეკლესიის შესახებ თავარანგელოზის 3 ეკლესია ეს ბეთანია, ყინწვისი და ტიმოთეს უბანი. ეს 3 ეკლესია არის ოქროს ხანაში მოხატული, როდესაც თამარის პერიოდი იყო და ცოტა ხნის შემდეგ. ეს 3 ეკლესია კოპიო არ არის, მაგრამ ძალიან გავს ეს ფრესკები ერთმანეთს და ესეთი ვარაუდია, რომ ბეთანიაში, ყინწვისში და ტიმოთეს უბანში რაღაცა ჯგუფები, ერთი ჯგუფები მუშაობდა 4-5 კაცი, ან უფრო მეტი და ესე მოძრაობდნენ და ამ ჯგუფის მიხედვით არის ამ ერთი ჯგუფის ან რამდენიმე ჯგუფის გაერთიანების შედეგად არის მოხატული ეს ეკლესიები. ზოგადად აი დასავლური ხელოვნებისგან ჩვენი მართლმადიდებლური ხაწერის სკოლა და სტილი განსხვავდება რამ ხრივ, რომ იქ არის ერთი მაესტრო, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და ტიმოთეს უბანის ტაძარი არის მიძინების სახელობის. აი ეს ცნობილი გუმბათი, აქ 7 მთავარანგელოზი და ვედრება არის გამოსახული აქ. ამის შემდეგ უკვე ნელ-ნელა დაიწყო ჩვენი პოლიტიკური თუ ეკონომიური თუ სულიერი დაკნინების პერიოდი დაიწყო. ბევრი დევნები, ბევრი შემოტევები, რა ვიცი, გადასახლებები ქართული მოსახლეობის და ხელოვნებასაც დაეთყო ეს ძალიან მნიშვნელოვნად და ერთ-ერთი ცნობილი აქ არის ტაბაკინის ფრესკებია, რომელიც არის უკვე სპარსული გავლენები იმ ფრესკებში, მე-16-17 საუკუნის ფრესკებია და აი ეს ბარის სკოლა, რო ნახეთ კლასიკური სტილი და არის სვანური მთის სკოლა. რაჭაში და სვანეთში არის ძალიან რამდენიმე ეკლესია, რომლებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგად საკაცობრიო ხელოვნების ისტორიისთვის. მაგალითად, ბუგეულის ეკლესია, სორის ეკლესია. ეს არის თანღილის ეკლესია. ეს ძალიან ლატალიდან ზემოთ 400 მეტრი, 700 მეტრი ზემოთ არის თანღილის ეკლესია, ეს პატარა სეფისკვერი დგას და სეფისკვერსაც უძახიან ადგილობრივები. აი შეხედეთ, აი ეს ექსპრესია, როგორ ხალხური ხელოვნების ნიმუში. აი ეს აქ უფრო თითქოს ბავშვის დახატულიაო და შეიძლება ითქვას, რომ როგორც სახარებაში თუ ბავშვებს არ ემგონებით სასופველს ვერ დაიმკვიდრებთ, რომ არის ნათქვამი, თითქოს აი ესეთი ბავშვური და ძალიან მიამიტური და ძალიან ამოიზრო ძალიან სულიერი არის ეს ხელოვნება. აი ესეც არის თანღილის ეკლესია. ხატებზეც ახლა ძალიან არ გავაგზელებ და აი ეს არის ცნობილი მესტიის ხატი, წმინდა გიორგის ხატი, რომელშიც აი ზუსტად აი რაც ახლა ცოტა ხნის წინ გივსაუბრეთ, ეს თემები არის იმაში მოცემული და ეს ხატი ასიზით, სადაც ცნობილი ფრესკებია, ასიზის ფრესკები ჯოტოსი, ჩემი ქალიშვილმა რამდენიმე რეპროდუქცია გავატარენ და იქაურმა სულიერმა რო ნახეს სასულიერო პირებმა იხვეწებოდნენ, რომ თუ შეიძლება ერთი მეც ისე იმოქმედა ამ ხატმა, რომ ძალიან დიდი სულიერება ამ ხატში და ძალიან დიდი მოწონება ხვდა იქ. წერის სკოლა არ არსებობდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში იყო რამდენიმე ხატის ზეთით შესრულებული ხატი, რომელიც მისიონერებისგან ისწავლეს და დახატეს რაღაცა, არ არსებობდა და აი ზუსტად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მიერ გამორჩეული იქნა და თხოვა მან ლადო გუდიაშვილს და მოიხატა პირველად ეს ამდენი დიდი პერიოდის შემდეგ ქაშვეთის საკურთხეველი. და ესე თავის დროის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ნამუშევარია, ყველამ კარგად იცით. ეხლა ცოტა ხნის წინ აქ შურა ბანძელაძის ფრესკებია დიდუბეში კიდე ცუცქერიძის ფრესკები სიონში, რომელიც ესენი იყო ცნობილი მხატვრები და იერარქების თხოვით გაკეთდა ეს სამი ეკლესია, რომელიც იყო აი დასაწყისი, გამოღვიძების დასაწყისი, რასაც ქვია ხელოვნების საეკლესიო ხელოვნების აღორძინება. ეს არის უკვე 21 საუკუნის სამების საკურთხეველი. ეხლა 31 დეკემბერს გარდაიცვალა ამ ეკლესიის მხატვარი ამირან გოგლიძე. ძალიან ცნობილი და ძალიან სულიერი პიროვნება და აი ეს ცოტა ხნის გასული 40 მისი გარდაცვალებიდან და მან ძალიან ნათელი კვალი დატოვა, ძალიან ბევრს ასწავლა და ჩემზეც რო ახალგაზრდა ვიყავი, სამება რო არის საჯაროს უკან პატარა ეკუდერი ქონდა მოხატული და ეს რო ვნახე, მე გამიჩნდა სურვილი რომ ეს საქმე გამეკეთებინა მისი მოხატული ეს ეკუდერი და აი ეს ნამუშევარი დარჩა მისგან ეს სამების საკურთხეველი და რესტავრატორი იყო, ხატწერი იყო და ძალიან ბევრი ტაძრები აქვს მოხატული. ეს ჩემი დაწერილი ხატია, მოსე წინასწარმეტყველი. დაბადების პირველი თავის 27 მუხლი არის გრაგნილში წერია აქ. და შექმნა ღმერთმა კაცი ხატა თვისა და ხატებისა ღვთისა და შექმნა იგი მამაკაცსა და დედაკაცსაც შექმნა იგინი. აი ეს არის ზუსტად მოსეს ჯულის აი ეს სიტყვები და ეს რუისის ფერცვალების საკათედრო ტაძარშია ეს ხატი. ეს 2-3 წლის წინ არის შესრულებული ეს ხატი. ეს არის მიუნხენიდან დავიკვეთე ჩვენ ოჯახის მფარველი ხატი, გამორჩეული წმინდანები, რომელიც მათ უნდათ რომ ყოფილიყო და აი ესეც სვანური ისეთ ხალხურ სტილში შესრულებული ოჯახის მფარველი ხატი. მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, წმინდა გიორგი, წმინდა ნინო, წმინდა დავით გარეჯელი და წმინდა ნიკოლოზი და ზემოთ მსოფლიო წმინდანები. აი მოკლედ ეს რაც მინდოდა მეთქვა ამის შესახებ, თუ რამე შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ დასვათ. ფრესკა, თამარ მეფის ფრესკა რო არის შურა ბანძელაძის მხატვრობაში, ის პატრიარქის შესრულებული ფრესკაა დიდუბის ეკლესიაში. სამების ხატი, სამების საკათედრო ტაძარში კლასიკური და ეს ხალხური პრინციპები, უფრო ხალხური პრინციპების მიხედვით არის და ხალხური სკოლის და უფრო ბავშვური, თვითონაც როგორც ბავშვური არის, ესე ბავშვურ ხატებს ხატავს და სხვათა შორის უცხოელებიც რომ მყავდა სტუმრები, აი ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეს ივერი ღვთისმშობლის ხატი რო არის სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის დახატული. ზოგჯერ არ განსაზღვრავს ეს. მოწამე, როდესაც ხელში ჯვარი უჭირავს, ეს არის რომ არის მოწამე. უფრო ხშირად წითელი ფერის მოსასხამი აქვს. ეს არის მოწამე. მთავარანგელოზები მაგალითად ისახებიან აი აქ ესეთი ლენტები სასმენელი ქვია ამას. ღვთისმშობელი მეწამული ფერით არის, ან ლურჯი ფერითაც შეიძლება იყოს ეს. ღვთისმშობელის სახეზეც ისეთი ნიშნები აქვს, აი ეს ნიშნები ნიშნავს რას, იცით, აი აქ და აქ ეხლა ეფარება სამი ნიშანი. ეს არის რომ იყო შობამდე ქალწული, შობის დროს ქალწული და შობის შემდეგ ქალწული. აი ამის ნიშანია ღვთისმშობელი ყველაზე უპირატესი დედათა შორის, იმიტომ არის რომ აი ეს ნიშანი შუბლებზე და მხრებზე ამის აღნიშნულია. და კიდე ბევრი დირექტორი და ყველა დაამთავრეს განსკოლას კირილ კათოლიკოსის როცხვას ჯვარი ვაზისას მიმართ, რომელიც მათ წარმოთქვა იმ დროში, როდესაც საქართველოს არ მოხდა. ჯვარო ღირსო და პატრიოსანო ქართველთა განმანათლებლობის წმინდანიოს ნიშანი.
დაემკვიდრე გონებასა ჩვენსა და გულსა ჩვენისა.